დღეს 23 ოქტომბერია. Am 19 დღის წინ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის მხევალმა, ირაკლი ღარიბაშვილის თანამეცხედრემ როცა იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარმაც მეთქი, ასე ვიტყვის, ასე ნეკი-ნეკისა რომ არიან თით ჩაჭიდებულნი და ისე რომ მოძრაობენ უმრავლეს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, ქალბატონმა ნუნუკა დამაზაშვილმა ძლივს დავიბახსოვრე სახელი, გვარი კი ცხადია, მახსოვს გამოაქვეყნა ფოტო საკუთარ Facebook გვერდზე, ეგრეთ წოდებული ავატარის ფოტო, ანუ დიდი ფოტო, გაჩვენებთ ამ ფოტოს, რომელზეც ბიზინა ივანიშვილს ხელი აქვს, მარცხენა ხელი აქვს გადახვეული მისი მეუღლისათვის, ირაკლი ღარიბაშვილისათვის და ეს ფოტო ქალბატონ ნუნუკას დღემდე არ შეუცვლია. არ შეუცვლია ალბათ იმიტომ, რატომაც გამოაქვეყნა ეს ფოტო, მას ჯერაც ეიმედება ბიზინა ივანიშვილისა, ჯერაც გონია, რომ ბიზინა ივანიშვილი მის მეუღლეს, მის ოჯახს გადმოხედავს მოწყალე თვალით და იმ დანაშაულებისათვის, რომლების მისმა მეუღლემ აღმოჩნდა, რომ ჩაიდინა, დაინდობს, შეინდობს. უმაღლესი იერარქი, მონარქი, ბიზინა ივანიშვილი ამნისტიას გამოსცემს კი არა, გამოაცემინებს, შეწყალებას გამოსცემს კი არა, გამოაცემინებს მისივე კიდევ ერთ ბანდიტს, მიხეილ ყაველაშვილს. მიხეილ ყაველაშვილის ბანდიტიზმი აბა რა მოსატანია ხსენებული ირაკლი ღარიბაშვილის და არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ბანდიტიზმთან და მაფიოზობასთან. ნუნუკას არ შეუცვლია არა მხოლოდ ფოტო, არამედ საჯაროდ, აი ყველასთვის რომ არის ხელმისაწვდომი იმ კონტენტში მთავარი ან პირველი ყველაზე მაღლა მდებარე კონტენტი არის ბიზინა ივანიშვილის ეს კომენტარი, როდესაც ბიზინა ივანიშვილი გაშეშდება თავის მხრივ, როცა მოისმენს კითხვას იმის თავობაზე, რომ ბრიტანელებმა შეიძლება ის დაასანქციონ ერთი წამით, გაჩუმდება, გაჩერდება ერთი არა, 3 წამით, გახედავს კითხვის დამსმელ ჟურნალისტ სალომე ლაბაძეს, შეშლილის სახე აქვს ბიზინა ივანიშვილს, ბევრი ფიქრობს, რომ ბევრი ასე აანალიზებს, რომ ბიზინა ივანიშვილმა იმ წამს გაიგო ბრიტანული სანქციების თაობაზე, ასე გაიგო დასმული კითხვა, თუმცა მე სხვა ვერსია მაქვს, სხვა ინტერპრეტაცია მაქვს, სხვა ახსნა მაქვს, სხვა ანალიზი მაქვს. ბიზინა ივანიშვილს ეზიზღება თითქოს კითხვის დამსმელი, რომელსაც უთხრა და მათ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მე მხოლოდ კომენტარს გავაკეთებ და არანაირი, მხოლოდ განცხადებას გავაკეთებ და არანაირი კითხვის დასმის უფლება თქვენ შესაძლებლობა და უფლება არ გაქვთ, არა, ბიზინაზე არ ვლაპარაკობთ, ახლა ბიზინას აკი გითხარით, რომ მარცხენა ხელი აქვს გადახვეული ირაკლი ღარიბაშვილისათვის და მაშინ, როდესაც ეს ფოტო გადაიღო ერთმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მეორე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან პირთან, რომელიც იყო ამავდროულად თუ სხვა დროებში, სხვა პერიოდში თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეც იყო, მოკლედ უმაღლეს სახელმწიფო ან უმაღლეს პარტიულ თანამდებობებს იკავებდა. იმ ხანად ფოტოს გადაღების პერიოდისთვის ეს ორი ბანდიტი იყო ერთმანეთთან ძალიან გადაფსკვნილ, ძალიან კარგ ურთიერთობაში. ბიზინა ივანიშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გამოხდებოდა დრო, გავიდოდა წლები და აღმოჩნდებოდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, სად არის ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღალატე, ვისაც მოუნდა, ვინც მოინდომა, რომ დატოვოს ჩაძირვისათვის განწირული გემი და ატკი ესეც დამატებით გარდა კორუმპირებულობისა, ან შესაძლოდ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ რევოლუციაში მონაწილეობისა, თუმცა ალბათ მაინც კორუმპირებულობას მიედავებიან ირაკლი ღარიბაშვილს, აკი ეს ვერაპატია კიდეც პირს, რომელიც მან გამოზარდა, ის იყო მისი მშობელი მამა და მშობელ მამას უძღებმა არა მაძღარმა შვილმა უღალატა და ის იქნება თუ არა უძღები შვილი, რომელიც დაუბრუნდება მშობელ მამას, უძღები შვილი, ხო, ბიბლიური უძღები შვილი, გულახდილად გეტყვით, ვერ გეტყვით კი არა, სწორედაც რომ გეტყვით მამა შვილს მომავალში, ანუ ბიზინა ირაკლის მომავალში აღარ მიიღებს, ის ვერ იქნება უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა წიაღში, დაბრუნდა სახლში, რომელმაც მოინანია წასვლა გამზრდელი მამისაგან და
და ბიზინა ივანიშვილი კი რაღაცა ესე თემებსაც შევეხეთ. ბიზინა ივანიშვილი ხაჯი უსუბივით არ იტყვის მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო, ამას არ იტყვის, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს გონია რომ ყველასთან მართალი იყო, არის და იქნება. ახლა ნახეთ, ორ პრემიერზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ანუ სხვებზე კი არა, კვირიკაშვილზე, ბახტაძეზე და კობახიძეზე. უკანასკნელზე კი ღირს სიმართლე გითხრათ და შეიძლება სიტყვაც წამწდეს. რამდენიმე წუთში ახლა ორ პრემიერზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ორივე უერთგულესი რომ იყო, ან რომ ითვლებოდა ორივე უერთგულესად. ეს არის ბიზინა ივანიშვილის ერთგულად, უერთგულესად, ეს არის პირველ ყოვლისა გიორგი გახარია, რომელმაც დააღალატა იმიტომ რომ მელია არ დაიჭირა იმ დღეს. დააღალატა იმიტომ რომ რაღაც ბიზინა ივანიშვილს გადაუდგა, დააღალატა რომ აღმოჩნდება მერე ბიზინა ივანიშვილის ესეული გაგებით გააზრებით რომ ჩორჩანას ტყე ჩააბარა თუ საგუშაგოები აღმართა და საგუშაგოების შემდეგ ჩააბარა მოკლედ ესეც ბიზინა ივანიშვილის ესეული გაგებით იყო ღალატი და მეორე რა გახარიაზე ვლაპარაკობთ, რის გახარიაზე ვლაპარაკობთ, აგე ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავიდანვე 2011 წლიდან პოლიტიკაში, მანამდელი პერიოდიდან ქართულ ჯგუფსა თუ ქართულ ბანკში და შემდგომ უკვე შემდგომ თუ 2012 წლის ოქტომბრის პირველიდან ოქტომბრის რაღაც შუა რიცხვებიდან მოხვდებოდა ბიზინა ივანიშვილს როგორც სახელმწიფო პირი. ორი მოღალატე აღმოაჩნდა ბიზინა ივანიშვილს და მე მაქვს კითხვა, ორი ბრუტუსი აღმოაჩნდა ზურგში დანის ჩამრტყმელი, მე მაქვს კითხვა, რატომ ამბობთ თქვენ ბიზინა ივანიშვილის მომხრეები, რომ ბიზინას საუკეთესოდ შეუძლია კადრების შერჩევა. რა გამოვიდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია პრინციპში მამუკა ბახტაძეს და პრინციპში გიორგი კვირიკაშვილის და უკვე მომავალში მაღალი ალბათობით ირაკლი კობახიძეც, ანუ ეს 4-5 პრემიერი. თავდასხმის უწყების ხელმძღვანელი ბალასანია და ხიდაშელის ხვების გახსენებას გამიჭირდება, მაგრამ მაინც ორი პრეზიდენტი მის პირობებში, ეს არის გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი. დეპუტატები და დეპუტატებზე აღარაფერს ვიტყვი, ის ვინც ვერ მოისყიდა, ისინი აღმოჩნდა რომ არიან მოღალატეები, ვინ ვერ მოისყიდა, გვარები გითხარით, ხოლო ვინ მოისყიდა, მათი გვარების ჩამოსახელებას გახსენებას კი არ ვაპირებ, ლეგიონია მათი სახელი ნებისმიერ უწყებაში, ნებისმიერ საელჩოში, მეთქი არა, ბევრ საელჩოში, პარლამენტში და ასე შემდეგ და პარლამენტად წოდებულ თავყრილობაზე და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ კითხვა მაშ რატომ გამოდის, როგორ გამოდის, რომ ბიზინა ივანიშვილი საუკეთესო მენეჯერია, მით უფრო თუ გავიხსენებთ ასე მაგალითად გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ ტუსახს, ბიზინა პერსონალურ პირად ტუსახს ბიზინა ივანიშვილისა, რომელმაც მისი ოლიგარქის გააზრებით მილიარდი, 1.3 მილიონი, 700 მილიონი თუ 498 მილიონი მოხპარა ივანიშვილს, რომელიც აზრზე არ იყო თუ ის აუდიო ჩანაწერი ავთენტურია, რომელშიც ბაჩიაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთთან საუბრობენ სწორედაც რომ ბიტკოინებზე, ეს უკანასკნელი, ანუ ივანიშვილი აზრზე არ იყო, ჩანს რომ აზრზე არ იყო, იმხანად ყოველ შემთხვევაში, როცა ეს საუბარი შედგა, რა არის ბიტკოინი, როგორც ასეთი და იქ მე ალბათ ხაინდრავაზე, ქართულ ბანკის ხელმძღვანელისაკენ ამის სამართებს ბაჩიაშვილს მასთან გაარკვიო. არც ერთი მათგანი რასაკვირველია წიაღში არ დაბრუნდება, ოღონდ ბიზინა ივანიშვილს ყველა მათგანი ჰგონია, რომ ისინი არიან უძღები შვილები, ესეც უნდა თქვათ. კვლავ ნუნუკას რომ მივუბრუნდეთ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად ღირს, ირაკლი ღარიბაშვილს კი უნდა მივუბრუნდეთ ადვოკატმა, რომლის გვარსახელიც არის ლილიკო გელაშვილი, მეც არაფერს მეუბნება, თუმცა ახსენდება მისი როგორც ოდიოზური ადვოკატის რამდენიმე კადრი, ხო, ბუნდოვნად მახსოვს, მე ამგვარ პირებს ჩემი მინუსია, არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, ეს ძალიან სუდია. ალბათ გელაშვილმა თქვა, რომ სუსმა ითანამშრომლობა და აღიარაო ადვოკატო, ესე იგი არ ყოფილა არა, უკაცრავად, ესე იგი ქალბატონ ლილიკო გელაშვილი ამბობს იმას, რასაც არ ადასტურებს. სუსი, უბრალოდ სუსი ამბობს ამგვარ რამეს, რომ რამდენიმე დღეშიო ირაკლი ღარიბაშვილი საჯაროდ ხაზს უსვამ ისაუბრებს ყველაფერზე, ხოლო ქალბატონი ლილიკო გელაშვილი, მისი ადვოკატი ამბობს, რომ არამც არაპირებს ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს არაფერზეო და როგორც ჩანს ის არ ვიცით რას იზამს, მაგრამ როგორც ჩანს ის მაინც
დაპატიმრებული იქნება, ანუ აღკვეთ ღონისძიებად აქამდეც უნდა შეეფარდებინათ, მაგრამ ახლა კი ნამდვილად შეუფარდებენ 100%-ით შეგვიყო 99%-იანი ალბათობით, მას შეუფარდებენ სწორედაც რომ პატიმრობას და არა გირაოს 20,000, 50,000 თუ 188,000 ან შიდა პატიმრობას, რისი გამოყენების უფლებაც სამართალდამცავ სტრუქტურებს ბუნებრივია აქვთ, მაგრამ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს პირი, რომელმაც ღიად რაც ვიცით, ყოველ შემთხვევაში რაც ვნახეთ, 7 მილიონი გადაინახა ღმერთმა უწყის საიდან მიღებული ეს შემოსავალი საკუთარ სახლებში თუ სახლში თუ სახლებში და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი გადაინახა ისე, რომ ჯერ სამართალდამცავ წოდებულ სტრუქტურებს არ მიუგნიათ იმ ბევრი ათეული შემიძლია ვთქვა მილიონისათვის, ეს არის კახელების კლანში გადამალული, ეს არის სიმართთან გადამალული, ეს არის უცხოეთში გადამალული, ეს არის დალექილი ცალკეულ ქართულ კომერციულ ბანკებში, ეს არის სარვისი ეგრეთ წოდებულ ქილებში, ანუ ეგრეთ წოდებულ ბანკებში, ანუ ქილებში შენახული პაჩკა ჩადებული დოლარები. ნუნუკა კი ფოტოს არ ცვლის, მას ეიმედება, რომ მშობელი მამა არა, პირდაპირ მნიშვნელობით მშობელი ცხადი არ უნდა თქვათ ასე, არ უნდა ვიგულისხმოთ და ფუძნებელი მამა, მისი შემქმნელი მამა, მისი გამომზრდელი მამა, მამობილი ასე ვიტყვი, ამ სიტყვის ჩანსაღი რასაკვირველია კონოტაციით იქნება მოწყალე და გადახედავს მოწყალე თვალით ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა თუ ეს უკანასკნელი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს თანამშრომლობას მართლაც და თუ არ გადაეფარება ყველას და ყველაფერს და არ აიღებს საკუთარ თავზე უკლებლივ ყველა დანაშაულს, რომელიც მას ჩადენილი აქვს, ამ შემთხვევაში და ანუ თუ დაასახელებს სხვებს, ჩვენ წესით გავიგებთ ძალიან მნიშვნელოვანი წესით უნდა გავიგოთ, ძალიან მნიშვნელოვანი პერსონალიების გვარები უნდა მოვისმინოთ სუსისა ხელმძღვანელისაგან თუ ზოგადად სუსისაგან გახმიანებულ, გაჟღერებულ ჩვენთვის გულახდილი უნდა იყოს ცხადია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო არა უფრო პროკურატურა და სხვები და უნდა გვითხრან მათ შორის გაგვისახელონ მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირები. ეხლა ფრთხილი ვარაუდი როგორ გამოვთქვა, მაგრამ ასე არ არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჭამდა ფულს და არც არავინ არ იყო გარეული ამ პროცესში. თორნიკე რეჯვაძეზე ოდნავ მოგვიანებით მანამდე ვიტყვი დაპატიმრებულ ნილუაშვილზე, მანამდე ვიტყვი არ დაპატიმრებულ კალაძეზე. ესე არ არის რომ ერთი ხელი იპარავდა ღარიბაშვილისა და მეორე ხელი არც არაფერს კალაძის ხელი არც არაფერს ჩადიოდა, რაც არ უნდა მილანის ფეხბურთელები ჩამოიყვანოს და გატუზოსთან ერთად ბურთი გაგოროს კალაძემ, ეს ვერ გადაარჩეს მას. თუ გამოძიება იქნება არა კონიუნქტურული, არამედ ობიექტური, არა ბიზინა ივანიშვილს შესაძლო ამოცემულ ეტაპზე უნდოდეს კიდეს კალაძისათვის ხელის დაფარება, მაგრამ თუ ბიზინა ივანიშვილის ამ სურვილ უკას უგულებელყოფს სახელმწიფო, ნორმალური სახელმწიფო რო იყოს ბუნებრივია უგულებელყოფდა, ამ შემთხვევაში ვინის ის იქნება კალაძეს კი გახვეულიყო, გარეულიყო ამ ამბავში. აღარაფერს ვიტყვი გომელაურზე, რომელთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ ვიხმარი მზნას, რომელიც რამდენიმეჯერ გამოვიყენე, როდესაც ხსენებული კალაძის პრეზენტაციაზე მთაწმინდის პარკში ის გამოჩნდა ნაბახუსებზე და ვიხმარი მზნას მიეტენა ბიზინა ივანიშვილს და სახელისუფლო გუნდს, იღებოდა ხშირ შემთხვევაში უხერხულად და უცილებლად თუ აუცილებლად იყო ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე, იმიტომ რომ სვამს ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ხო იქ გამოჩნდა რომ გომელაურმა დაალაგა ყველაფერი, მაგრამ კითხვა ამგვარია თუ ღარიბაშვილი ემანდ სწორედ გომელაურისაკენაც გაიშვერს ხელს და საკუთარი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენლისაკენ გაიშვერს ხელს, იქნება კი ასეთი ჰორიზონტალური, ასეთი სამართლიანი, ასეთი თანაბრად სამართლიანი ყველას მიმართ ამჟამად უკვე კობახიზის მეთაურობით ქართული ოცნება, ბანდა ხელისუფლება და პრინციპში ხო ბანდა ხელისუფლება და მე განვაგრძობ კიდეც მისთვის მის ასე მოხსენიებას, მაგრამ ახლა ერთ კითხვას დავსვამ. პრინციპში ჩვენ რო ვიყოთ ორდინალურ ვითარებაში, ჩვენ უნდა გვერდჩივნოს და კარგიც არის, მისასალმებელიც კი არის, თუ თვით პრემიერ-მინისტრი დიდ კორუფციაში იქნება გაყვეული და სამართალდამცავები ამას აღმოვაჩენენ
ამას გამოარკვევენ, ამის გამო პრემიერ-მინისტრს სხვა უწყებების ხელმძღვანელებს, დეპუტატებსაც გარკვეული ალბათობით დასჯიან, დეპუტატების მანდატსაც კი ჩამოვართმევენ ზოგიერთებს თუ ისინი არიან ამ მაფიოზურ სკანდალებში და ასე შემდეგ. ამას უნდა მისალმებოდი კაცი, მაგრამ ამბავის ის არის, რომ ჩვენ შესანიშნავად ხვდებით, რომ ერთმა კლანმა იძალა ახლა, ერთმა კლანმა გაიმარჯვა და ეს კლანი, გამარჯვებული კლანი, სულაც არ არის უკეთესი იმ დამარცხებულ კლანზე. კორუფციის თვალსაჩინო შეიძლება ეხლა 70 ან 700 მილიონი არ მოუპარავთ და მოიპარეს 7 მილიონი. პირობითად ვასახელებ ცხადია რიცხვებს, მაგრამ ჯერ ერთი ნემსისა და აკლემის ქურდი ორივე ქურდია, მაგრამ ამასაც დავანებოთ თავით. კარგი 7 მილიონი 10 ჯერ ნაკლებია. 10 ჯერ კი არა 100 ჯერ ნაკლებია 700 მილიონზე და ეს გასაგებია, მაგრამ მაგრამ ამის მიუხედავად დანდობა მათი არ უნდა იყოს, იმიტომაც რომ ისინი სხვა მხრივაც ყარიბაშვილის არ იყოს, ღალატობენ და ღალატობენ ამ ქვეყანას და ჩვენ ხომ ვეუბნებოდ, ჩვენ ხომ ვამბობდით, ბიზინა ივანიშვილს კი არ ვეუბნებოდით, მაინც და მაინც არაბეთ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ აგე ეს კორუმპირებულია, აგე ის კორუმპირებულია, აგე ცუდია ის, აგე ის ღალატობს და მაშინ ქართული ოცნების მომხრეები ესე გადაიხსნიდნენ ხოლმე გულკერდის ღილაებს, ფოლაკებს, გილუკებს და იცავდნენ ირაკლი ღარიბაშვილს და იმ გუნდს, რომლის ლიდერიც ფორმალისტური ლიდერი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო და აქეთ გვიტევდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კორუმპირებული არ არის და კიდევ ვიღაცები, რომლებიც არიან თუ იყვნენ ამ ხელისუფლებასთან, ახლა ღიად გეუბნებით კახა კალაძე, როცა არ უნდა გაირკვეს, ან ვერ გაირკვეს ეს ყველაფერი, ამ მნიშვნელობა გამოიჭერს თუ არა მას მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე არის კორუმპირებული. აქვე გეტყვით, რომ არა მხოლოდ კორუმპირებული, არამედ მთელი სქემებია ჩაშლილი ფედერაციების ხელმძღვანელების, ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს სულ რაღაც ესე ვამბობ, რაღაცასთან შედარებით რაღაც, ხო, სულ რაღაც, მაგრამ 400 რაღაცა 1000 ლარის გათეთრება თუ მითვისება შეედავებიან და ღმერთმა უწყის კიდე სად ხდება ეს პატარ-პატარა, დიდი, საშუალო და დიდი კორუფციული სქემები, რომლებიც ბიზინა ივანიშვილმა უმაღლესმა ძალაუფალმა შექმნა, აჭამინა, სწორი სიტყვა, მოკლედ შემოაჭმევინა ფული, ჭამეს და მერე უბორნიებში იარეს, რასაკვირველი არა, დიდძალი ქონება და იგროვეს მათ შორის საზღვარგარეთაც, უცხოეთში, იმ ევროპაში, რომელშიც წასვლასაც ჩვენ გვიგზალავენ და აქაური დღევანდელი ხელისუფლების ცალკეულმა მესვეურებმაც რასაკვირველია თუ უმრავლესობამ არა და ჩვენ კი გვიგზალავენ ისეთ პირობებს გვიქნია, რომ ევროპაში ვეღარ ვიაროთ, ვეღარ ვიმოგზაუროთ, ვეღარ ვნახოთ პარიზის ნოტრდამი ასე მაგალითად, ხოლო თავად რასაკვირველია, რომელიღაც ეტაპზე უნდა ამ ჩაძირული თუ ჩასაზირად განწირული გებიდან ბოდიში ზმნისათვის კიდევ ერთი ზმნისათვის ბოდიში 1000-სვა უნდა მოინდომონ, ოღონდ ბიზინა ივანიშვილს მკაცრად უჭირავს, მკაცრად აქ მოკუმული მუშტი და ამბობს, რომ აქ ამ მუშტში მოქცეულები ვინც ხართ, თქვენ ვეღარ დაითესებით, ერთად მოვედით და ერთად დავიღუპებით, თუ დაგუპვა მაინც და მაინც, ოღონდ ვიდრე ვარ დაგუპვა არ იქნება, ოღონდ იქნება ქართული რუსული ოცნების და პერსონალურად ივანიშვილის დაღუპვა, ამას მე ვპირდები, მე და ჩემზე მაგრებით, ჩემზე სუსტებით, ჩემს ნაირებით, ჩემზე უკეთესებით, მოკლედ ყველანი ვინც თავისუფლებისა და რაჯოზია, ჩვენ პირდებით, რომ ხვალ იქნება თუ ზეგ, ესე დროს ხო ვერ განსაზღვრავ, მაგრამ უშუალოდ ბიზინა ივანიშვილსაც ნახავთ ჩვენ 9 ყლიტურში გამომწყდეულს ღარიბაშვილივით და ახლა კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა დაიჭერენ თუ არა ბიზინა ივანიშვილს, ხო დაიჭერენ ადრე თუ გიარ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩასვამენ თუ არა მას 9 ყლიტურში და რაზე ილაპარაკებს ირაკლი ღარიბაშვილი. მე დაგპირდით, რომ თორნიკე რიჟვაძეზე ვიტყოდი ორ სიტყვას, გაგიკვირდებათ და წამცდენია ფიქრი იმისაკენ, რომ თორნიკე რიჟვაძე ყველაზე ჭკვიანია მათ შორის. აი ხო გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც დიახ, ჭკვიანი რაღაცა გაგებით, მოდი ასე ვიტყვი. წარმოუდგენელია თორნიკე რიჟვაძეს არ სცოდნოდო, რომ ადამიანი კვდება მაშინ 100%-იანი კვდება მაშინ, როდესაც ის თავის არეში დაიხლის ტყვიას. ანუ ამ პისტოლეტს, ხო, ტაბელურსა თუ არა ტაბელურს, მის კუთვნილსა თუ მოპარულს, აღებულსა თუ ნაკირავებს, ხადი ასეთი არ ყოფილა, მაგრამ მაინც რაღაც სიტყვა საჭირო იყო და ამიტომ მოვიშველი ეს სიტყვა. მოკლედ ამ პისტოლეტს იარაღ სასხლეთს თუ გამოჰკრავ თიც, თავის არისკენ უნდა მიიშვირო და ამ შემთხვევაში სიკვდილი როგორც ასეთი გარდაუვალია ლეტალური შედეგი.
წარმოუდგენელია თორნიკე რიჟვაძეს ეს არ ცოდნოდა, მაგრამ მანს მგონია რომ მან დასერჩა თვითმკვლელობის მეთოდები, სესხასროლი არაღით თვითმკვლელობის მეთოდები და აღმოაჩინა რომ თუ იმ ორგანოებისაკენ გაისვრის ტყვიას რა ორგანოებისაკენაც მან გაისროლა ტყვია უკვე შემდგომ ანუ ფილტვისაკენ რამდენადაც ვხვდები და მოკლედ შინაგანი ორგანოებისაკენ და არა მაინც და მაინც თავის არეში ამ შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა არის უფრო მაღალი, ოღონდ თუ გადარჩებოდა თორნიკე რიჟვაძე ესეც სათუბო იყო რასაკვირველია, მაგრამ აკი ასე დასრულდა გაუმართლა მეთქი და კარგია კაცო. აბა რა ადრე თუ გვიანის წარსგება სასამართლოს ობიექტური სასამართლოს წინაშე, ოღონდ ამათ პირობებში ალბათ უკვე ეს ვეღარ მოხერხდება, ან აღარ მოხერხდება, იმიტომ რომ ალაპარაკებაც შეუძლია თვითმკვლელობის მცდელობის მსურველს. და მან გაისროლა სწორედაც რომ არა თავის არეში, მოდი ასე ვთქვათ, გარისკა და გადარჩა უთუოა ეს და ღარიბაშვილისაგან განსხვავებით მას არ მიადგებიან როგორც ჩანს, იმიტომ რომ მას ყოველთვის შეუძლია ცუდი სიტყვა დააწერინოს მეთქი, მაგრამ წარადგინოს სამედიცინო ცნობა იმის თაობაზე, რომ მისი დაკითხვა, გამოკითხვა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მისი დაძაბვა, გადაძაბვა და გადმოძაბვა და პროკურატურაში მითრევა და მერიქიდან მოთრევა და ასე შემდეგ და მით უფრო აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით მისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მე არ ვიცი სად იმყოფება, რამდენადაც ვიცი საქართველოში არც არის უკვე ვარიანტ გამოჯამრთელებული ბატონი რიჟვაძე და თუ თურქეთშია მას ყოფნის ის შემოსავალი თუ ის მოპარული ფული, რომელიც ასაკვირველია მას გატანილი ექნება, ასე ვიტყვი და ასე იცხოვრებს, არ ვიცი თურქეთში, არ ვიცი საბერძნეთში, არ ვიცი კვიპროსში, არ ვიცი ევროპაში, არ ვიცი სადღაც და ასე გაექცევა და ეთესება ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებსაც ოხროდის ცოტა ხნის წინ ერთი სული ჰქონდათ, რომ სწორედ თორნიკე რიჟვაძიდან გასულიყვნენ ირაკლი ღარიბაშვილზე და ახლა გადაახტნენ თორნიკე რიჟვაძეს და ირაკლი ღარიბაშვილი კი გაფსკვანჩეს კი უახლოეს დღეებში თუ საათებში არა ეს იქნება გარკვეული, ისიც იქნება გარკვეული რა დონეზე ითანამშრომლებს ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებასთან და იქნება თუ არა თანამშრომლობაზე დამოკიდებული მისი სამომავლო მდგომარეობა, ანუ ინდულგირებული იქნება თუ არა ნაწილობრივ, მაგრამ სრულად ინდულგირებული ის არ იქნება და ქალბატონმა ამახსენეთ სახელი ქალბატონმა ნუნუკამ დროა უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ სტრატეგიული პაუზა აიღოს და უკვე შემდგომ დროა წაშალოს ეს ავატარ ფოტო, სადაც ბიზინას დამფუძნებელ მამას საკუთარი მარცხენა თუ მარჯვენა უკვე რა მნიშვნელობა აქვს, ის არც ძილო სტატია და შესაბამისად მისი არც მარჯვენა გვაინტერესებს და არც მარცხენა, ხო, გადახვეული აქვს პირზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აწვალებდა. ნახვამდის.